ვიდეო პროექტი იმედზე ნინო მეუნარგიასთან ერთად ჩვენ აქ ეთერში დაგიბრუნდით გადაცემით ჩვენ აქ ვართ როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო თემაზე ვისაუბრებ საინტერესო სტუმრებთან ერთად გეტყვით რომ სულ ცოტა ხნის წინ მილანში გაიმართა მოდის კვირეული სადაც ჩვენმა ქართველმა არაჩვეულებრივმა ქალბატონებმა ონკოპაციენტებმა მიიღეს მონაწილეობა რა თქმა უნდა ამაზე და გარდა ამისა სხვა საკითხებზეც ვისაუბრებთ რაც ამ თემას ეხება თუმცა მართლა გაზაფხულია ქალების თვეა და მე მგონი ძალიან მოგვიხდება ის რომ აი ესე პოზიტივით და ოპტიმიზმით დავიწყოთ საუბარი ჩემი სტუმრები ევროპადონა საქართველოს კავკასიის ონკოსაზოგადოების საზოგადოება ჰოუფის პრეზიდენტი ანა მაზანიშვილი ვიცე-პრეზიდენტი ხათუნა ჭინჭარაშვილი ევროპადონა საქართველოს საბჭოს წევრი ნინო ჯულაყიძე ქალბატონებო მოგესალმებით მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ და რაც შეეხება რეგალიას მართლა ისე მიყვარს თქვენი რეგალიების სარდგენა ოღონდ იმდენად დიდია რომ ხანდახან ვიკარგები ხოლმე და მართლაც გაზაფხული შემოიტანეთ სტუდიაში დიდი მადლობა ამისთვის და მოდით საუბარი დავიწყოთ მილანის მოდის კვირეულით და Facebook-ზე, YouTube-ზე იდო ვიდეოებით და მართლაც საოცარი სანახაობა იყო ძალიან ლამაზები იყავით იქ ლამაზები ხართ და მოდით დავიწყოთ აქცენტი გავაკეთოთ იმას თუ რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი აქტივობები სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებისთვის დავიწყოთ მოგესალმებით ძალიან დიდი მადლობა იმიტომ რომ ვართ აქ და ვისაუბრებთ მართლაც უმნიშვნელოვანეს თემაზე ცხოვრების კიბოს შემდგომი ცხოვრების ხარისხი ერთ-ერთი ძირითადი აქცენტი არის ამერიკის და ევროპის და ზოგადად მსოფლიოს ონკო კონფერენციებზე და ჩავთვალოთ რომ საქართველოში იმდენად აქტიური პაციენტთა ჯგუფები ვართ რომლებიც ბევრი წლის განმავლობაში სწორედ ამას ვემსახურებით რომ დათრგუნულები და ანუ ცუდ ხასიათზე და ცუდი განწყობით კი არ იყვნენ ჩვენი პაციენტები ცხოვრობდნენ სისხლზე ცხოვრებით და ყველაფერს ვაკეთებთ იმის ეს უამრავი წლების განმავლობაში შემიძლია გავიხსენო მარტო საქართველოში სამჯერ გქონდა პოდიუმი და ასევე უამრავი ფოტოსესია სადაც სწორედ ყველაზე მთავარი გზავნილი ის არის რომ ადამიანები თავისი ტკივილის, თავისი შრამების, თავისი მოკლედ ყველაფრის მიღმა მაინც აგრძელებენ სრულფასოვან ცხოვრებას არიან ძალიან ლამაზები, ძალიან ენერგიულები და მოკლედ აი სწორედ ამას ემსახურებოდა წლევანდელი Fashion Week-ზე ჩვენი გამოჩენაც. მადლობა სამყაროს რომ აი ასეთი შესაძლებლობა მოგექცა და მადლობა თინათი მაღალაშვილს, დიზაინერს, რომელმაც აი ამხელა შესაძლებლობა მოგცა. რომ საქართველოს წარმოვადგინეთ ონკოპაციენტებმა, რომლებიც ძალიან ლამაზები იყო. ერთ-ერთი ქალბატონი ვიტყვი პირდაპირ რომ 4 სტატის ქალბატონი იდგა სტეიჯზე და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მის ცხოვრებაში და ზოგადად ვთვლი რომ ეს არის ძალიან კარგი მაგალითი მის ცხოვრება გრძელდება. და ცხოვრება გრძელდება და ძალიან დიდი სამოტივაციო ამბავია დანარჩენი ონკოპაციენტებისთვის და თუნდაც იმათვის ვინც დღეს გაიგო რომ მას სიმსივნის დიაგნოზი აქვს. და თქვენი ემოცია ძალიან მაინტერესებს. მე მგონი პირველად იყავით, ხო? პირველად ვიყავით ჩვენებაზე, დიახ, ანუ არ ვიცი რაღაც საოცარი შეგრძნებაა ის, რომ შენ შეგიძლია ყველაფერი გააკეთო და ამას აძლევს ევროპადონა, ამის შესაძლებლობას აძლევს ევროპადონა. მინდა რომ ყველამ გაიგოს ამ ორგანიზაციის შესახებ, აი ყველამ, რომ რაღაც თითქოს სხვა იმედი, სხვა ცხოვრება იწყება, ფერადი ცხოვრება იწყება, აქვს აი უძლიერეს ადამიანებთან და გოგოებთან გვაქვს შეხება ამ ორგანიზაციაში და თუ ნუ რა იყო მილანი Fashion Week-ში მონაწილეობის მიღება ეს ხო რაღაც საოცარი ემოცია ალბათ მთელი ცხოვრება მეყოფა და მადლობა ამისთვის შეენანა და თინათის რა თქმა უნდა ნუ მოკლედ რა აუცილებლად ყველამ უნდა დავიჯეროთ ის რომ ჩვენ ყველაფერს შევძლებთ და ჩვენი კარი ყველასთვის ღია. კი ბატონო და ხათუნა თქვენი ემოცია მაინტერესებს. ნინო მე გაგიზიარებ ემოციას ემოციას გაგიზიარებ რომელთაც ვუყურებდი გოგოების გამოსვლას და ეს არ იყო უბრალოდ მოდების ჩვენება ჩემთვის მესმის ზოგადად როგორ ჟღერს მაღალი მოდის კვირეული და ამ პოდიუმზე ქალების გამოსვლა ზოგადად მესმის ადამიანებისთვის როგორი შთამბეჭდავი შეიძლება იყოს თუმცა ყველაფერს
სდებოდა, როდესაც აქ ეს გოგოები იდგნენ. ეს იყო ემოცია, როდესაც მე არ ვიცი, ალბათ ეს იყო ისეთი განსაკუთრებული შემთხვევა, როდესაც უბრალოდ ვიდექი და ვტიროდი, იმიტომ რომ არანაირი ემოცია ყველავტიროდით, ხო. ეს იყო საოცარი ემოცია. მიგეკითხოთ რემლები მომაქვს. ანუ, იმიტომ რომ ალბათ რაღაცა ტრანსლირებ კიდევაც ამ ემოციას, მე ეხლაც ვერ ვსაუბრობ შვიდად და ემოციების გარეშე. პირველი გზავნილი, რომელიც ზოგადად მე მინდა ხოლმე მივიტანო ადამიანებთან ონკოლოგიური დიაგნოზის წინაშე ვინც დგება, არის ის, რომ და ზოგადად ალბათ ექიმების მიმართაც მინდა ეს გავაჟღერო, რომ ადამიანები არასდროს არ გადარჩებიან მხოლოდ სიცოცხლად დარჩენისთვის. ამას ყოველთვის ვამბობ, ადამიანი გადარჩება და მიიღებს გადაწყვეტილებას გადარჩეს იმისთვის, რომ სრულფასოვანი და ისეთი ცხოვრება იცხოვროს, როგორიც ნამდვილად. და ეს ზუსტადაც იყო იმის ალბათ მეტაფორული გამოვლინება, რომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის შეუსაბამობა, რომელსაც ერთის მხრივ ონკოპაციენტი ცხოვრობს ონკოპაციენტობის გაგების დროს, რომ გაიგებს რომ დიაგნოზი აქვს, მის დროს ყველაფერი მთავრდება. ეს ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ის ასეთ შეიძლება ვერც კი გაბედო ოცნება ის ახდეს. ანუ ეს ორი რაღაცის შეუსაბამობა არის პრინციპში ალბათ რაც ნეირონულ დონეზე ცulis შენს დამოკიდებულებას ზოგადად ცხოვრების მიმართ და დიაგნოზის მიმართ და რომელიც აი გიქმნის ახალ მოცემულობას, ახალ რეალობას, ახალ განწყობას, როგორ შეიძლება იცხოვრო კიბოს დიაგნოზთან ერთად და იყო ბედნიერი. და აი რაც შეეხება ამ ჩვენებას, მოდის კვირეულს მილანზეა საუბარი. თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ამ სფეროში მოღვაწეობთ უკვე წლები, ხო? თან ონკოპაციენტები, თან რაც შეეხება ევროპა დონას, რაც შეეხება ვარდისფერ სივრცეს, ჰოუპს, არაერთი კეთილი საქმე და საჭირო საქმე გაგიკეთებთ. რა შეიცვალა ამ ჩვენების? მე თქვენში მაინტერესებს თავად. იმიტომ რომ ხა მილანის Fashion Week-ზე გამოსვლა, ეს რაღაცა კიდე სხვა დატვირთვა ამას, ხო? საქართველოში ხაზი გავუსვი, რომ სამჯერ ქონდა უკვე ჩვენება და ორი ჩვენება აქედან სწორედ თინათი მაღალაშვილის იყო და მადლობა იმისთვის, რომ ამდენი წლების განმავლობაში მართლა ერთგულად ჩვენი მხარდამჭერი არის თინათინი და ის შეიცვალა, რომ რაღაც უფრო მეტი ამბიცია გაგვიჩნდა. ისედაც ვიტყვი, თამამად ვიტყვი, რომ ძალიან პოპულარულები ვართ მთელი ევროპის მასშტაბით, იმიტომ რომ ის ევროპა და ჯორჯია და ხართ და ეხლა ევროპა და ჯორჯია არის აი ყველაზე ესეთი ხმაურიანი ორგანიზაცია. ძალიან ბევრ აქტივობას ვაკეთებთ სწორედ და ვაჩვენებთ ადამიანებს, რომ ნუ ამ დიაგნოზის მერე რა ვიცი, ასეთი აქტიურები, სიცოცხლით სავსენი და პრინციპში ესეც არის, იმიტომ რომ კიბომ ჩვენთან მოიტანა იმ პრობლემებთან ერთად მოიტანა ზუსტად ის, რომ სიცოცხლის და ცხოვრების დაფასება ვიცით, აი ძალიან განსხვავებულად და ახლა ხშირად ვისმენთ ხოლმე, რომ მადლობა კიბოს, ძალიან ბევრი პაციენტის როცა გაიგეს რომ და ორგანიზაციის წევრებისგან როცა გაიგეს რომ მილანის Fashion Week-ზე მიიღებდნენ მონაწილეობას, პირველი მესიჯი იყო რომ მადლობა კიბოს. ხო, ცუდად ჟღერს და რაღაცნაირად, მაგრამ ან ჩვენთვის თუმცა ყველა მედალს ორი მხარე აქვს, ხო? აუცილებლად ზუსტად ის მეორე მხარე არის ეს, რომ ყველა სირთულის ჩვენ ესე ჩვენი გუნდის წევრი, ყველა წევრი მე მგონი ასე არის, რომ ის დაბრკოლება, რომელიც გვხდება, ჩვენთვის იქცევა ტრამპლინად, რომელიც ძალიან დიდ ნაბიჯებს გვადგმევინებს წინ. კი ბატონო, და აი რაც შეეხება იმ დიდ ნაბიჯებს ხათუნა, აბა რომელია ის შემდეგი დიდი ნაბიჯები და ნინო თქვენს შეგეკითხებით, რა თქმა უნდა. ჩვენ ისე გამოგდის ხოლმე ნინო, რომ აქ რაღაცა პირობებს ვდებთ ხოლმე და ეს ძალიან კარგი და მე მომწონს ეს პირობები რომ სრულდება. კი, ამიტომ რა თქმა უნდა თამამი ვიქნები, უკვე რაღაც ვუთამამდები ამას. რატომაც არა. რა თქმა უნდა, რაც ანამაღნიშნა, რომ ჩვენი ამბიციები გაიზარდა და შესაბამისად უფრო ამბიციურად ვუყურებთ. მე ზოგჯერ უფრო ცოტა ესე შეშინებული ვუყურებ ხოლმე და მართლა სიგიჟეები მგონია ხოლმე ზოგჯერ ის იდეები, რასაც ანა აჟღერებს და მე რაღაცა სასიამოვნოდ გაოცებული ვარ, ამიტომ მიუყვები აი ამ მოცემულობას, მომწონს ამ მოცემულობაში ყოფნა. პირველი ასაც ვამბობ და ესე ამბიციურად ვამბობ და ვპირდები ალბათ ჩვენს საზოგადოებას, რომ კურნალობა, კიბოს კურნალობა, ხა პეტიციაც გვაქვს მზად და ამაში მინდა რომ ყველას უთხოვო მხარდაჭერა, რომ ამ პეტიციაზე ხელმოწერები შეგროვდეს და შევიტანოთ და კიბოს მკურნალობა ერთხელ და სამუდამოდ სრულად აი
ხარვეზებზე და ჩვენ აქ გვისაუბრია და დარჩენილია დიაგნოსტიკის ნაწილი სრულად დიაგნოსტიკის ნაწილი გარკვეული რო იყოს რომ კარგად რო გაიგოს ყველა სახელმწიფო 100%-იანი დაფინანსება თბილისის მერია აფინანსებს და არა მარტო მერია ვიტყვი რომ პირველად ყველაფერი ნახე განმეორდები აქ ბევრჯერ გვისაუბრია მაგრამ ვიტყვი რომ ნათელი იყოს პირველი სკრინინგი არის ჩვენი ფუფუნება ეს არის ხელმისაწვდომი ვიტყვი რომ დაფინანსებულია სახელმწიფოს მხრიდან და ყველასთვის ხელმისაწვდომია სკრინინგი შემდგომ კურნალ დიაგნოზის დასმის დროს კურნალობამდე გულისხმობ მედიკამენტოზურ კურნალობამდე დარჩენილი გვაქვს ესეთი ხარვეზი სადაც დიაგნოსტირება უნდა ჩატარდეს გაკეთდეს უფრო ფართო კვლევები და ეს კვლევები გარკვეულწილად არ ფინანსდება ზუსტად რომ ვიცოდეთ რასთან გვაქვს რა თქმა უნდა შემდეგ უკვე ერთვება მედიკამენტოზური მკურნალობა რომელიც ფინანსდება სრულად და დარჩენილია მხოლოდ ერთი 4 მედიკამენტი ფინანსდება სრულად ხო ბევრი 33 მედიკამენტი ფინანსდება არა რას ვამბობ ჰერცეპტინი ხო შემდეგ პერჯეტა ეგენი ფინანსდება ჰერდადებითი ძუძუსკიბოს მაგრამ ჰერდადებითი დიახ რომ კარგად ახსნათ დიახ ყველა პრეპარატი ფინანსდება ერთი რომელიც ყველაზე კრიტიკულია ამ ეტაპზე პროგრამაში არ არის გათვალისწინებული ეს კეიტრუდა და გამეორდები ამას და ვიტუროს სასიცოცხლოდ უჭირდება რომ დროულად იქნას პროგრამაში ჩასმული იმიტომ რომ ეს რაღაცა რეფერალი აფინანსებს და გარკვეულად ნაწილობრივ ფინანსდება და აზარს მოკლებულია მოკეთეს დაფინანსება ამიტომ აქ გვინდა რომ კეიტრუდა იყოს პროგრამაში ჩართული და თავისუფლად იხებდეს ეს ადამიანსაც ეს სჭირდება და შემდგომ მკურნალობის პროცესშიც მედიკამენტოზური მკურნალობის პროცესშიც დიაგნოზა ასე კი კვლევები გეგმიური კვლევებია თუ საჭირო კვლევებია როგორ გაგრძელდეს მკურნალობა ხო ხანგრძლივი პროცესია ეს ერთ დღეში ხო არ რჩება აი თვითონ ეს კვლევებით რო ფინანსდებოდეს შეიკრა სრულად ყველა საჭირო რგოლი იყოს დაფინანსებული და გარკვეულწილად მე მხოლოდ მედიკამენტები რომ ფინანსდება ეს ძალიან კარგია მაგრამ მედიკამენტებამდე რომ მივიდე და კვლევები ჩავიტარო რომ შეიკრას ეს ჯაჭვი ის რგოლი რომელიც ამოვაგნილია გასაგებია დიაგნოსტირება მედიკამენტები სკრინინგი არის 100%-იანი ძუძუსკიბოს მედიკამენტები სამკურნალო მედიკამენტები დაფინანსება არის 100%-იანი და მე ისე მინდა აი აქცენტი გავაკეთოთ ხშირად ჩვენც გვეკითხებიან ხოლმე ჰერ2 აი ამ ტიპის ხო ვისაც აქვს ეს ტიპი 4 სახის მედიკამენტი ფინანსდება რომ შეცდომაში არ შევიყვანოთ ჩვენ მსმენელი ჰერცეპტინი პერჯეტა შემდეგ ლაპატინები და ეს არის ჰერ-დადებითი კი ბატონო ეს არის ჰერ-2 დადებითი მაგრამ ძუძუსკი მხოლოდ ძუძუსკიბოს ახლა სხვა დაავადებას რო შევეხოთ კი ბატონო აქვს კიდევ სხვა ჰორმონ დადებითი და ტრიპლ ნეგატივი ფორმები და ზუსტადაც ის არის რომ ჰერ-დადებითისთვის ძალიან ბევრი წელია პროგრამა გაკეთებულია და დღეს უკვე ადრე თანადაფინანსება იყო და დღეს უკვე 100%-იანი დაფინანსება აქვს თუმცა ამ მედიკამენტებთან ერთად უკვე ყველა ტიპის კიბოს პაციენტისთვის ყველა მკურნალობა ქიმიო, სხიური, ჰორმონო, იმუნო თითქმის ყველა მოვიცავით, მოიცვა სახელმწიფომ, მადლობა ამისთვის, მაგრამ არის დარჩენილი თუნდაც კეიტრუდა ამ წუთას რისთვისაც ვიბრძვით და ეს არის ტრიპლ ნეგატივი ძუძუსკიბოს და არა მხოლოდ და კიდევ ეს ცოტა ისეთ მეშვებით საუბრობთ ისეთ თემებზე არის დორზალექსი და გარკვეული დასახელების მედიკამენტები რომლებიც გვჭირდება რომ იყოს დაფინანსებული რომ გადავარჩინოთ და საერთოდაც ონკოპაციენტებისთვის როცა ვამბობთ რომ კიბო განაჩენი არ არის ის რომ დიაგნოსტიკა იყოს დაფინანსებული სკრინინგი არის მხოლოდ და მხოლოდ ჯამთელი პოპულაციის კვლევა და იქ თუ სადმე გაჩნდა კითხვის ნიშანი აი იმ ადამიანებისთვის უკვე შემდგომი კვლევები როგორც ხათ უნდა თქვა აღარ არის დაფინანსებული იმიტომ რომ ჩვენ ხო დიაგნოზი უნდა გვქონდეს რომ მკურნალობა დავუწყოთ თორემ მკურნალობა გვაქვს დაფინანსებული და მოკლედ აი ყველა ამ საკითხს რაც გვაქვს ესეც გეფები დარჩენილი აი ამაზეა ჩვენი პეტიცია და რა ვიცი ყოველს მოუწოდებ რომ ხელმოაწერო იმიტომ რომ ეს ამით კეთდება საყოველთაო საქმე კი ბატონო. და ძალიან მნიშვნელოვანი. დიდი ჯაჭვი სრულად რო შეიკრას. კი ბატონო, ონკოლოგია უნდა იყოს 100%-ით დაფინანსებული. კი ბატონო, და ვიცი რა, არაერთხელ გვისაუბრია ამაზე და კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რაც შეეხება ევროპადან და საქართველოს, რაც შეეხება ჰაუპს წლების მანძილზე იმდენად დიდი შრომა გაწიეთ, რაღა თქმა უნდა სახელმწიფოსთან ერთად, რომ შედეგი დადეთ.
ფაქტია და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ შემდეგ ეტაპსაც მალე გადალახავთ, მალე დაასრულებთ და იქნება რა თქმა უნდა შედეგიანი, იმიტომ რომ პოზიტივი აქტიურობა, მართებულად ინფორმაციის მიწოდება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი. და ასევე კი ბატონო, აი მართებულად ინფორმაციის მიწოდებასთან მინდა და თქვენ წეღანდელ კითხვასთან რა შეიცვალა ჩვენში მილანის ფეშენ ვიკის შემდეგ და რატო თქვი წეღან რომ ჩვენი კარი ყველასთვის ღია. ზუსტად ეს მინდოდა მე თქვა რომ ანა ისევ შენზე გავაკეთებ აქცენტს, ანუ ანა ყველანაირად ცდილობს ჩვენს დატრენინგებას ყველა მიმართულებით, ვისაც რა შეგვიძლია, რისი რესურსიც გვაქვს და რატო ჩვენთან მოსვლა ეგ როგორც თქვენ თქვით რომ სწორად მივაწოდოთ ადამიანებს ინფორმაცია, ის რომ გაუწიოთ ფსიქოლოგიური დახმარება, ის რომ უბრალოდ არ მივცეთ დრო თავის თავში ჩაიკეტონ და ინერვიულონ და რაღაც სხვადასხვა ცოდნა შევასწავლოთ, რაც შეგვიძლია და ის რომ თითქოს სწორ ადგილას ჩავაგდოთ, რომ როგორ უნდა დაიწყონ ეს ყველაფერი. სამწუხაროდ ჩვენ გავიარეთ ის პერიოდი, რომ ის რომ ერთი დარდი ის იყო, რომ აღმოგაჩნდა კიბო და მეორე ის რომ არ იცი რა საიდან უნდა დაიწყო. კი, ევროპადონა საქართველოს აძლევს იმის შესაძლებლობას ხალხს, რომ აი ზუსტი მიმართულებით წაიყვანოს, იმ კორიდორში გაიყვანოს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან დასაფასებელი და ამისთვის ძალიან ბევრი იშრომეს გოგოებმა და ამიტომ თქვი რომ ჩვენი კარი ყველასთვის ღია. კი ბატონო და ამასობაში რაც შეეხება ვარდისფერ სივრცეს არაერთხელ მისაუბრე ამაზე, არაერთხელ მithქვამს და კიდევ ერთხელ ვიტყვი დღეს რომ გავიგორო სიმსივნის დიაგნოზია, მე ვიცი რომ არსებობს ვარდისფერი სივრცე, არსებობენ გოგონები, სადაც მივალ და ნამდვილად აი ეს კორიდორი, როგორც თქვენ ახსენით, ამ კორიდორს ძალიან ადვილად გავივლი. თუმცა გარკვეული პრობლემები შეექმნა, ხო, ვარდისფერ სივრცეს და იმედია რომ ეს პრობლემებიც მოგვარდება. მე მინდა უბრალოდ ერთი მნიშვნელოვანი რამ თქვა ჩვენი მსმენელისთვის. ვარდისფერი სივრცის აღქმა შეიძლება ჩვეულებრივი ადამიანის ცოტა რთული იყოს და ეს სრულად გასაგებია. ანუ ადამიანი თუ არ დგას ამ საჭიროების წინაშე, შეიძლება ვერ გაიგოს მისი ფუნქციური და მისი მნიშვნელობა ვერ გაიგოს. თუმცა არ ვიცი ალბათ სიტყვაზე გვენდონ, იმიტომ რომ ჩვენ აქ ადამიანები ვართ, ვინც უშუალოდ ჩვენ თავზე გამოვცადეთ და ვიცით რას ნიშნავს ეს ვარდისფერი სივრცე. გუშინ ვესაუბრებოდი ერთ-ერთ გოგონას, რომელსაც ახლა რეციდივი აქვს და მითხრა ესეთი რაღაცა, რომ მხოლოდ თქვენ გესმით და ეს მართლა ძალიან ბევრს ნიშნავს, იმიტომ რომ გარკვეულ სიტუაციას დგება ისეთი სიტუაციები, როდესაც ჩვენ შეუცვლელები ვართ ამ ადამიანებისთვის და ეს მინდა უბრალოდ ყველასთვის მივიტანო, რომ შეიძლება არ გესმოდეს, ეხლა ვერ ხედავდე საჭიროებას ვარდისფერი სივრცის, მაგრამ გვენდეთ ჩვენ ვართ ის ადამიანები, ვინც პირდაპირ გეუბნებით, რომ ეს სივრცე ჩვენ ჰაერივით და წყალივით გვჭირდება. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გქონდეს, იმიტომ რომ ეს იმ შემთხვევაში, როდესაც აბსოლუტურად უსაყრდენოდ ვჩებით და უწყნადობის მდგომარეობაში გადავდივართ, ძალიან ხშირად ერთადერთი ხელჩასაჭიდია და ერთადერთი სიძლიერია ხოლმე ჩვენთვის. და ჩვენ მსმენელისთვის ამაყურებლისთვის გასაგები რომ იყოს, ანუ აქ ხდება საუბარი არის მხარდაჭერაზე, ანუ აქცენტი არის მეგობრებზე, კერძო სექტორზე, ხო? კერძო სექტორი, რომელიც ჩვენი 6 წლის განმავლობაში ჩვენი მხარდამჭერი იყო და ვარდისფერი სივრცე არსებობდა სწორედ მათი მხარდაჭერით. რეალურად წვეთს გარკვეული მიზეზების გამო ეს უკვე მათი ეს არის რა ქვია, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილება და ჩვენ გვჭირდება მეგობრები და მხარდამჭერები იმისთვის რომ ვარდისფერმა სივრცემ იარსებოს და ძალიან ბევრი ადამიანისთვის იყოს ზუსტად იმედის ნავსაყუდელი, იყოს ის მეორე ოჯახი, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის რაც არის ეს სივრცე. იმიტომ ძალიან კარგია თუ არავის არ დაჭირდება, მაგრამ მოწეჭირდება. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეს სივრცე და მე მინდა რომ ეს მივიტანო ამ ადამიანებამდე. ეს არის ისაც ტრანსლირებს მართლა ჩვენი გამარჯვების ისტორიები, ეს არის ძალას აძლევს, ეს არის თერაპიული შეხვედრები, ჯგუფური თერაპიები, უბრალოდ არტ თერაპია არის ხატვით ხელოვნებით გადმოცემული ტკივილები და ამით გამოსვლა ამ მდგომარეობიდან გაძლიერება, ახალი განწყობების შექმნა, ახალი დამოკიდებულებების შექმნა და ახლა დანახვა იმ საკუთარი თავის აღმოჩენა, შენი რესურსების დანახვა. უამრავი რაღაც არის ეს, რომელიც შეიძლება ესე არ გესმოდეს თუ ამის საჭიროება არ გაქვს, ამიტომ მივმართავ ჩვენს მსმენელს უბრალოდ ენდონ ჩვენ გამოცდილებას და ჩვენ საჭიროებას გარკვეულწილად დაიჯერონ ეს საჭიროება და იმ სოციალური პასუხისმგებლობას ალბათ რომ რაღაცნაირად იგრძნონ, რომ ეს სივრცე ჩვენთვის მართლა ჰაერივით და წყალივით საჭირო.
კი ბატონო, ანა და რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ამაზეც უნდა ჩაგეკითხოთ. თქვენ არ ჩერდებით ევროპა დონას ქმედითია. სულ დროის დაკარგვის უფლება არ გვაქვს. არა, რა თქმა უნდა, კი ბატონო. და მოკლედ ნინის შემთხვევით არ არის აქ, ახლა მთლად რომ გავაჟღეროთ რა პროექტზე ვსაუბრობთ. როგორც გინებავთ. არ ვიტყვი, მაგრამ ამჯერად ძალიან მგვენდეთ სიტყვაზე რომ ძალიან კარგი გაგრძელება იქნება, ძალიან მასშტაბური და ნუ ნინი არის ამის სულის ჩამდგმელი და მოკლედ ძალიან ბევრი ადამიანის ასე ვთქვათ გახარებას და ბევრი ადამიანისთვის პოზიტივის მიტანას გეგმავთ ის რომ ვიბრძვით კიდევ იმ მიმართულებით რომ ყველაფერი ხელმისაწვდომი იყოს ონკოპაციენტისთვის და რა თქმა უნდა ყველა პაციენტისთვის მივიტანოთ ყველაზე მნიშვნელოვანი მესიჯი ის რომ იბო განაჩენი არ არის ჩვენ ხო ვამბობთ ხშირად ვსაუბრობთ ამაზე განაჩენი არ არის როდესაც გვაქვს იგივე ყველა რგოლი არის მოცული დიაგნოსტიკა არის ხელმისაწვდომი მკურნალობა და შემდეგ უკვე რეაბილიტაცია შეიძლება ამ წუთას ფიზიკურ რეაბილიტაციაზე ბევრს ვერ ვსაუბრობთ და ესეც სამომავლო გეგმაა ერთ-ერთი თუმცა ის რომ ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია ონკოპაციენტისთვის მენდეთ რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი და სწორედ ამას ემსახურება დღეს რაღაც მადლობების დღე გამომივიდა და მადლობა ამ შესაძლებლობისთვის ანარო ესეთი მასშტაბური ღონისძიების მონაწილე გამხადე და მინდა ვთქვა რომ ვარდისფერი სივრცის გოგოები უკან ანუ თითოეული ერთი გოგოს უკან ათასობით ადამიანი დგას და ამის არარსებობა არ შეიძლება უბრალოდ კი იმიტომ რომ ჩვენ ვართ ყველა ვინც კი იცის რომ ნუ ჩვენ ვართ ამ ორგანიზაციის წევრი ჩვენს უკან 1000 ადამიანია ხათი ჯერჯერობით გავიმეორებ რომ კარგია რომ ესე არ იყოს თუმცა ვისაც იმედად ვყავართ და მე აი რაღაცა ყველაფერს ვალაგებთ და არ შეიძლება ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს საქმიანობა ხათნა რამეს ხომ არ დაამატებდით და დავასრულებთ დავამატებ რომ იმედს ვიტოვებ იმისას რომ ადამიანები მართლა გაიგებენ იმას რაც ჩვენ დღეს აქ გავაჟღერეთ და არ დატოვებენ ადამიანებსაც ყველაზე მეტად ჭირდებათ ვარდისფერი სივრცის გარეშე და გაგვიმარჯოს ჩვენს გეგმებს გავუმარჯოს რაღაცნაირად ესე დავასრულებდი სადღეგრძელოსავით კაპიტანებო მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისთვის რასაც თქვენ აკეთებთ არა მარტო თქვენთვის ონკოპაციენტებისთვის თქვენთვის და ონკოპაციენტებისთვის არამედ მთელი საზოგადოებისთვის ძალიან კარგად მენიშნა ნინო თქვენი საუბარი იმიტომ რომ ამ ადამიანების უკან კიდე ძალიან ბევრი დგას ამ ადამიანების უკან ოჯახებია ხო დედები შვილები მეუღლეები მეგობრები რა თქმა უნდა აქედან გამომდინარე მადლობა თქვენ მე გისურვებ წარმატებებს და დარწმუნებული ვარ იმაში რომ ვარდისფერი სივრცე გააგრძელებს ფუნქციონირებას, რაც შეეხება ევროპა დონას და ჰოუპს, რაც კი მიზნები გაქვთ, რაც კი ჩაფიქრებული გაქვთ, ყველაფერი ასრულდება და რაც შეეხება კიდე იმ თლიან ჯაჭვს, სადაც რამდენიმე რგოლის ამოვსება დარჩა სახელმწიფოსთან ერთად, ესეც ძალიან მალე შესრულდება და ვფიქრობ, რომ რაც შეეხება ონკოპაციენტებს კლავ იტყვიან და არაერთხელ გაიმეორებენ იმას, რომ კიბო დიაგნოზი არ არის და არა მარტო ონკოპაციენტები ჩვენც. რომ კიბო და მადლობა ამისთვის, რომ ყოველთვის ჩვენს გვერდით ხართ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებში. და რაც მთავარია, მაღალი ხარისხი, ხო? ეს არის ცხოვრების მაღალი ხარისხი, ეს არის მნიშვნელოვანი. დავიწყეთ იტალიის Fashion Week-ით, მილანის Fashion Week-ით, ამით დავასრულებთ, რომ მსგავს აქტივობებში მონაწილეობის მიღება არის ხოვრების ხარისხის ამაღლების საუკეთესო საშუალება. ცოტა მეც ესე რაღაც გრძლად გამომივიდა. თუმცა არ შემიძლია ჩემი სითბო და სიყვარული თქვენ არ გაგიზიაროთ. მადლობა. ჩემი სტუმრები იყვნენ ევროპა დონა საქართველოს და ასევე ონკოსაზოგადოება ჰოუპის პრეზიდენტი ანა მაზანიშვილი, ვიცე-პრეზიდენტი ხათუნა ჭინჭარაშვილი და ევროპა დონა საქართველოს საბჭოს წევრი ნინო ჯულაყიძე. მადლობა და წარმატებები დროებით ეს იყო გადაცემა ჩვენ აქ ვართ რადიო მედის დღის არხი აგრძელებს მაუწყებლობას.